6-დან 17 თებერვლამდე ზესტაფონის მოსახლეობამ ის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს, რომელსაც უპირატესობას ხმათა უმრავლესობით მიანიჭებს. ამისთვის კი მათ სოფლის კრებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა გაიმართოს. სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის 60 სოფელში გაიმართება. ზესტაფონში მცირე პროექტების დასაფინანსებლად 832,000 ლარი უნდა დაიხარჯოს. დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა კი ასე გამოიყურება: სასმელი წყლის სისტემები, სარწყავის სისტემები, სანიაღორე არხები, ნაპირსამაგრის სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი, სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, სარეკრეაციო სივრცეებით, სველი წერტილებითა და შესაბამისი ინვენტარით, წისქვილების რეაბილიტაცია, სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა. თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ასათვისებელი თანხის მოცულობა წინა წლების მსგავსად მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება. მთავრობის განკარგულების გამოვიდა თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შეხვდა 832,000 ლარი. და ეს უბრალოდ კანონის შესაბამისად გაწერილია, თუ ჯერ იქნება სოფლის კრებები პირველ რიგში უნდა ჩატარდეს და უშუალოდ მოსახლეობის ჩართულობით უნდა შედგეს ეს ისა. ძირითადად ყურადღება როგორც ყოველთვის ექცევა წყლის რეაბილიტაციას, მცირე მარტივი წყალსადენების სოფლად, აგრეთვე გზებს, გარკვეულ მონაკვეთებს, რასაც ეყოფა გაცდება ეს თანხა და არის გარე განათებები წამოვიდა, ამაში უბნების მიხედვით კეთდება გარე განათებები. ძირითადად ეს არის და იქ არის ჩამონათვალი კიდევ რაზე შეიძლება ეს თანხები დაიღაროს, ეს უბრალოდ ხალხის გადაწყვეტილებით. კრებას ატარებს თვითონ სოფელი და რა გადაწყვეტილებას იქნება კენჭისყრის საფუძველზე, მის მიხედვით იქნება ჩამოიწერება მერე განხორციელდება მცირე ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყეში ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა 5 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ზესტაფონის საქმიან ეზოშია გადატანილი. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის კახა ცერცვაძის თქმით, წაბლი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რომლის დაანგარიშებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. წაბლი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. შესაბამისად გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში. აგრძელებს პროგრამას, რომელიც ეხება მდინარეების დათევზიანებას ადგილობრივი კალმახის სახეობებით. როგორც წესი, დათევზიანება ხდება დაცვის ქვეშ აყვანილ ტერიტორიებზე ან უბრალოდ დაცულ ტერიტორიებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიმყოფებით საირმეში, განთქმული აქაურობა მდინარეებით, უწყლიანი ჭქერებით, ღელეებით. სამწუხაროდ 30 წელი ისე მიმდინარეობდა მთელ ქვეყანაში, რომ ჩვენ ბუნებას პრობლემები შეექმნა ფაუნის სახეობებს და აგერ ენთუზიაზმი და ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა სალიცენზიო მეურნეობის ხელმძღვანელობამ, დღეს დაგვირგვინდა პირველი ნაბიჯი, კერძოდ მდინარის კალმახის მოშენებით. სუპერლიგის მე-12 ტურში ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმს უმასპინძლა, მატჩი ორივე გუნდისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებდა. მოგების შემთხვევაში მარგვეთი მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისს გაუთანაბრდებოდა, ბათუმი კი თავად მარგვეთს. მასპინძელთა გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მარგვეთი 8 ქულით 94-76 იგებდა. თუმცა დავით ლომიძისა და ლუკა კალატოზიშვილის წყალობით ბათუმელებმა ჯერ გაათანაბრეს, დარჩენილ 40 წამში კი 4 ქულის მოპოვებაც შეძლეს და მატჩი 88-84 მოიგეს. ზესტაფონელთაგან 23 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო მავეინი იყო.
ახალწეულ ლეიკის ანგარიშზე კი 24 ქულა დაგროვდა. ამ შედეგით მარგვეთი სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა 17 ქულით. საქართველოს ქალთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში საერთაშორისო ტურნირი მესამე პოზიციაზე დაასრულა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მის შემადგენლობაში კი ზესტაფონელი თეკლა კაპანაძეც შედის. თეკლა სხვებთან ერთად სწორედ ქვეყნის ნაკრებს წარმოადგენდა თურქეთის ფარიკაობის ფედერაციის თასის შეჯიბრზე ხმლით მოფარიკავე იუნიორების გუნდურ ასპარეზობაზე. ის დღეს სპექტრთან თავის განწყობასა და ფარიკაობასთან ელიტური სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებულ ემოციებზე გვიამბობს. ვიმყოფებოდი თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში კონიაში, სადაც ტარდებოდა თურქეთის ფედერაციის ჩემპიონატი, სადაც ვიასპარეზე ჯერ პირად ასპარეზობაში, შემდეგ კი გუნდურში. გუნდურში დავიკავეთ მესამე საპრიზო ადგილი, ხოლო პირადში ვიყავით 70 ფარიკავე, საიდანაც ჯგუფურ ეტაპში ვიასპარეზე კარგად და 64 სპორტსმენში მოვხვდი. ხოლო 32 შესასვლელი ვეფარიკავე თურქ მოწინააღმდეგეს და 15-6 დავამარცხე. 16 შესასვლელი შევხვდი მეოთხე ნომერს, თედაც დავმარცხდი 15-12 და მოვხვდი 32 საუკეთესო სპორტსმენში. რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, ფინალში შესასვლელი ბრძოლა წავაგეთ 45-33, რის შედეგადაც გავედით მესამე საპრიზო ადგილზე და ეს მესამესთვის ბრძოლა მოვიგეთ 45-33. მე ამ ტურნირით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგად ვიფარიკავე, კარგი გამოსვლა მქონდა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი თურქეთში ასპარეზობით. ეს ყველაფერი ჩემ გამოცდილებას ძალიან დაეხმარება და კარგი გამოცდილება მივიღე თურქეთში. პირველ შეჯიბრებაზე მეორედ ვიყავი უკვე თურქეთში, პირველად დავდე საკმაოდ კარგი შედეგი, ეხლა მეორედ გამაუმჯობესე. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის და ძალიან დამეხმარება ეს მომავალში. ფარიკავ მე უკვე მეოთხე წელია, ეს სპორტი ჩემთვის არის უკვე პროფესიასავით, ძალიან მიყვარს. 4 წლის განმავლობაში პროფესიონალურ დონეზე ვფლობ და მინდა რომ ყველა წარმატება უსურვო, ყველა მოფარიკავეს და მინდა უთხრა რომ უნდა დაისახო მიზანი და ყველაფერს მიაღწევ. ჩემი გამგზავრებისთვის საჭირო ფინანსები გაიყო ზესტაფონის მერიამ, რითაც მადლობას ვუხდი, რომ დამაფინანსა და შემიძლია თურქეთში მიასპარეზა. ხოლო კიდევ მადლობა მინდა გადავხადო ჩემს მწვრთნელს ამირა ჭანტურიძეს, რომელმაც დამაყენა ესეთი კარგი სპორტსმენი და საშუალება მომცა ყოფილიყავ ესეთი კარგი მოფარიკავე.